ბატონ გიორგი, პირველ რიგში ცხადია გვაინტერესებს, დღევანდელი დღის არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტის შეფასება, რაც უკავშირდება აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის მდგომარეობას. თუ ოფიციალურ ვერსიას გავყვებით და დავიჯერებთ იმას, რომ ეს წერილი მისი ავტორობით არის, ასე ვთქვათ, შექმნილი ბატონი თორნიკესი. რა შეგვიძლია ვთქვათ იმ კლიმატზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირს საქართველოში, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს აიძულებს ასეთი ნაბიჯი გადადგას. მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ პიროვნების მიმართ არანაირი არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი სიმპათია არ მაქვს, გულწრფელად უსურვებ გადარჩენას და ჯანმრთელობას, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ადამიანი დასაკარგი არ გვყავს, რაც არ უნდა აბსოლუტურად ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური შეხედულების იყოს და მართლაც კრიმინალური მოღალატური ბანდის წარმომადგენელი იყოს. ეს ერთი. მეორე, ნათლად აჩვენებს, რომ ამ ბანდაში, ამ მაფიოზურ დაჯგუფებაში ძალიან მძიმედ არის საქმე და მძიმე კლიმატს აქვს ადგილი. ხო, ახლა როცა ადამიანი იქამდე მივა, რომც დავიჯეროთ თვითკვლელობის, მოდი ამ ვერსიას გავყვეთ, თვითკვლელობის აი ამ ამბის დავიჯეროთ, მცდელობის, თუმცა ამბობენ, რომ ორჯერ არის ნაშროლიო და ახლა ორჯერ ადამიანი თვითკვლელობის ჩვენ ჯერჯერობით ვერც ერთი ვერც მოწმენდა ვერც ვერავინ არაფერი არ ვიცით. ჯერ ვიცით რომ ერთი თანამდებობით არაფერი არ ვიცით. სამწუხარო და ალბათ ვერც გავიგებთ ამ რეჟიმის პირობებში. ვერც მომთ ეს ოფიციალური ვერსია. ამ რეჟიმის პირობებში ვერ გავიგებთ, ეს ერთმნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში არც სამართლიანი გამოძიება არსებობს, არც ნორმალური პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და სიმართლე საერთოდ ამ ხელისუფლებასთან ძალიან შორს დგას. ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე თუ რამეზე დგას, არის სიყალბე, არის ბრუტალური ძალა, არის რუსეთის მხარდაჭერა, არის კრიმინალური მენტალიტეტი და კრიმინალები ფართეგაგებით ყველგან პრაქტიკულად ქუჩაშიც და თვითონ სახელმწიფო კაბინეტებში და კრიმინალური მენტალიტეტი და ჩანს კიდევაც, ხო, აი როგორ ერთმანეთს საქმეებს ურჩევენ და ადამიანები მიყავთ კიდევ ერთხელ თუ გავყვებით ამ ვერსიას თვითკვლელობამდე. ხა იქ თუ ამ წერილსაც დავიჯერებთ, რომელიც ასევე საეჭვოა, იმიტომ რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ეგთანმა დაბეჭდა წერილი და ისე გადაუგზავნა რომელიღაცა სამთავრობო მედიებს, ხო? ხო, და ექიმებმა საერთოდ უარყვეს, რომ მათ ეს არ გაუკეთებია, ჯერ ეს ერთი კანონიც უგზავნოთ მათ ამას, მაგრამ მით უმეტეს. თუ ეს მისი ხელნაწერია მართლაც და დაწერა, იქ არის აღწერა ზუსტად იმ ძიმე ფონის მდგომარეობის, რის გამოც ბატონი თორნიკე იძულებოდა. და ამბობს, რომ ვიღაცამ ადანაშაულებდა, ვინ ადანაშაულებდა, ხო, ისევ მისივე ხელისუფლების, მისივე ბანდის წარმომადგენლები ადანაშაულებენ, რომ ფული გაქვს მოსატანიო პრაქტიკულად, ხო, ლევან ხაბეიშვილი ამაზე დიდი ხანია საუბრობს, ხო? და რა ვიცი, უამრავი მაგალითი გვაქვს იმისი დამადასტურებელი, რომ ეს რეჟიმი თვითონ არის გაჭედილი, რო იტყვიან თავისივე მარაზმში, თავისივე ბოღმაში, ტყუილში, თავისივე კრიმინალურ ქმედებაში და ეს მონსტრი თავისივე თავის ჭამას იწყებს. აი რატომ? აი ამ კითხვაზე იქნება ერთად გავცეთ პასუხი. რატომ დაჭირდა მის საყრდენ ფიგურებზე ასეთი წნეხის განხორციელდება? რა გაუჭირდა? იმიტომ რომ მაფიოზური კრიმინალური მენტალიტეტის არის თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში, სხვათა შორის ამას წინ აი იმ ჯალათეას მიერ ღალატის კომისიაზე რომ სოზარ სუბარი ვიღაცას საყვედურობდა 17 წლის იყავი და ომში რატო არ იყავიო, იმ დროს როცა მეც ომში ვიყავი და ჩემი თანატოლი ბევრი ადამიანი მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრი ვიყავი, არავინ არ მაძალებდა და ვერავინ ვერ გამიწვევდა და ამაძალებდა, მაგრამ ტყვეთა გაცვლის საკითხი იყო და სამშობლოს დაცვის საკითხი იყო და იქ ვიყავი, ხო? სხვადასხვა შარმანაშვილმა თქვა, რომ მეც ვიყავიო და ნახდათ არ მახსოვს, ნოდარ ნათაძე მახსოვს, მაგრამ ეს შარმანაშვილი და თქვენ გვახსოვხართ? ხო და შარმანაშვილი ნამდვილად არ მახსოვს. ძალიან კარგად მახსოვს. ხო და მაგას თავი დავანებოდა და როგორ იქ რატო არ იყავი და
და ამ დროს სწორედ ბიძინა ივანიშვილი აი გახურებული ომი რო იყო ოკუპანტთან და იმის შემდეგ როდესაც ყველამ დავინახეთ რომ ვინ არის საქართველოს მტერი ზუსტად ბიძინა ივანიშვილი კრიმინალების სამსახურში იყო ლებედის და ასე შემდეგ და მათთან აი ამ შავ ბიზნესს ატარებდა ადამიანების თავებზე დადიოდნენ და ამ ადამიანმა რომელიც ახლა რა უნდა მოთხოვო ხო ერთი სოფლელი გაჭირებული ოჯახის შვილი ბიჭი იყო უცებ აღმოჩნდა აი ამ რაღაცა ორომტრიალში და რაც ისწავლა ეს ისწავლა ხო მან ისწავლა გლური კანონი მაფიოზური კანონი ის რითაც ფულს შეულობდნენ თავის დროზე პრაქტიკულად ყველა აი ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა რუსეთში აი ველურ რუსეთში ხო ეს არის მკვლელობა ეს არის მაფიოზური აზროვნების გამოყენებით მან ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და აგერ უკვე 13 წელია ეფექტურად მართავს ოღონდ მარტო მან არა ეს იყო რუსული სპეცოპერაცია რომელშიც მას ჰქონდა თავისი როლი მაგრამ ეს ჩაატარა FSB-მ და რუსეთის საგარეო დაზვერვამ და არა ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია გასაგებია ოღონდ მართავს კონტროლს ინარჩუნებს ასევე რუსეთის დახმარება კი ბატონო რუსებთან ერთად რა გაუჭirdათ მაშინ ახლა ისეთი რომ თავისიანებს დაერიან იმიტომ რომ ეხა ეს ბუნება თავისთავად ეს ასეთი არის ამ რესურსი თანხები შემოაკლდა თუ ეს ბიუჯეტის თანხების ეს არის ლოგიკა თუ ეშინიათ რომ ასე გამდიდრებულმა ადამიანებმა შეიძლება პრობლემა მაგალითად თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია თეორიულად როგორ ვერ წარმომიდგენია მოხდარეგით რაღაცები რომ მაგალითად თორნიკე ხონო ბატონ თორნიკეს გაჩენოდა ამბიცია დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების ან ოპოზიციის დაფინანსების ხო იქ ხო წარმოუდგენელები ხო ანუ ამ ხოიცის არავინ არ არის. იბადო აი რა საფრთხეები დაინახა, გინდა ლილუაშვილში, გინდა ასე თქვა ამ ადამიანში და სხვებში, რომელიც მის საყრდენები იყვნენ. საფრთხეები არ მის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან შორსავარ იმ აზრისგან, რომ დავიჯერო, რომ ეს თვითმკვლელობის მცდელობა იყო. თუმცა ესეც თავისთავად მძიმე მდგომარეობას აჩვენებს, მაგრამ დღეს მიხეილ სააკაშვილმაც დაწერა, ეს ისეთივე თვითმკვლელობის მცდელობა იყო, როგორიც ეროსი კიწმარიშვილმა ჩაიდინა თვითმკვლელობა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი მას პირდაპირ დაემუქრა, რომ გაგანადგურებო თუ რუსთავიორს არ დამითმობო. ხო, ამას ეროსი თვითონ ამბობდა, ხო? სანამ მოკლავდნენ რეროსი ამბობდა რომ მე მემუქრებიან თუ არ დავთმობ რუსთავიორს, არ დავთმობ ბიძინა ივანიშვილს, გამანადგურებენ და ამის შემდეგ ღვედ გადაკრული მანქანაში ხედავთ კამერები გაწეული თავისივე ასე ვთქვათ ავტოფარეხში ტყვია დახლილს, ხო? ახლა თუ ვინმე დაიჯერებს ამას რომ აი ამ ვითარებაში ეროსი ამ გაცხადების შემდეგ მართა თავი მოიკლა, ნუ ახლა შეუძლია დაიჯეროს. ის იჯერებს აი ამ არარსებულ deep states რომელიც ახლა ამერიკის შიდა პოლიტიკის ასე ვთქვათ ტერმინოლოგიაა როდესაც პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და ამათმა ეს გახადეს რაღაცა ბუა რომელსაც თავაზობენ თავის ამომრჩეველს საზოგადოებას ანუ იმ დონეზე გაუჭirdათ და იმ დონეზე მარაზმამდე მივიდნენ გიორგი რომ აი ეს ბუა მოიგონეს რომ აი მაგალითად ადამიანი იყო მოღალატეო რომელმაც გახარიაო რომელმაც 1 მილიონი კვადრატული მეტრი მტერს ჩააბარაო და მაგრამ ვიცოდით რომ ეს მოღალატე იყო მაგრამ იმ მტერმა ბუამ დაგვავალაო და ამავდროულად თვითონ თავისივე საბრალდებო დასკვნას რომ დებენ ვერ ხვდებიან იმიტომ რომ თუ ვიღაცა მტრის დავალება შენ შეასრულე რომ სხვა მტერი დამინიშნეო, მტერი ეუბნება, ხო? შენც დამნაშავე ხარ და აუცილებლად გასამართებიან ამისათვის, მაგრამ მაგას ვამბობ, ეს აზრი გამიწყდა, რომ ეს არის ამ რეჟიმის ბუნება, როცა რაღაცა მომენტში უკვე სხვა გამოსავალი აღარ აქვს, ანუ სულები აღარ აქვს, როგორც ბიძინა იტყოდა, ხო, სხვებს ოპოზიციაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე ამბობდა, რომ ამათო სულები არ აქვსო. ჩვენი სულები ყოველთვის არის, იმიტომ რომ ჩვენ სიმართლით მოქმედებ და ჩვენ ზუგს უკან გვიმაგრებს ის გაკეთებული საქმე, თავისი პრობლემებით, შეცდომებით, მაგრამ დიდი საქმე, რასაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს აშენება ქვია მიხეილ სააკაშვილის თანამდებობით და ეს სიმართლე გვიმაგრებს ზურგს და ამათ სვლა არ აქვს, იმიტომ რომ გაიჭედნენ თავისივე ტყუილებში და ამიტომ გაიჭედნენ ასევე ერთმანეთში აი ფულის გამო დაპირისპირებაში. რესურსებზეც არის როგორც ჩანს. ამათვის ხომ თავარი მამოძრავებელი არის ფული. ამათმა ფულს ანაცვალეს სინდის ნამუსი, კაცობა, ადამიანობა სამშობლო რაც ყველაზე მთავარია ყველაფერი თუ კი რაიმე წმინდა შეიძლება იყოს ადამიანისთვის ამათმა ანაცვალეს ფულს გამდიდრებას და ხელისუფლებაში ყოფნას